ტალკაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სოფელ ნადევანში უსაფრთხოების მიზნით პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი პატრულირებს სამართალდამცველები იცავენ საკრებულოს მოქმედი დეპუტატის სამსონ თამარიანის სახლს. თავად თამარიანი ამ დრომდე არც სოფელში და არც სახლში არ გამოჩენილა. ინციდენტში მონაწილე ორ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. 23 წლის ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს, მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა კი ისევ უცვლელია. ისინი საკრებულოს წევრის დაკავებას ითხოვენ. ჩემი მოთხოვნაა რომ ყველაფერი კანონის დაცვით ჩატარდეს. მე არ მინახავს ვინ დააკავეს, ვიცი რომ სასამართლო ჩატარდა. გავიგე რომ სამსონ თამარიანი თავისუფალია, სამუელ თამარიანი კი საავადმყოფოშია. ხალხი ითხოვს სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავის გასამართლებას. ვის აქვს უფლება აიღოს იარაღი და პირდაპირ სოფლის ცენტრში დახოცოს ხალხი. სამსონ თამარიანი არის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. დღესდღეობით არანაირი ის არ შემოსულა სამართლო დამცავების მიერ. ჩვეულებრივად რჩება თავის თანამდებობაზე. სამსახურში არ გამოცხადებული. არც კომისიის ხდომა არ ყოფილა დაგეგმილი ეს დღეები. დაკავშირებულ ცადით, მაგრამ არ არის ტელეფონ გათიშული.